აკაკი ბობოხიძემ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და საკითხის განხილვა პარტიაში არ ყოფილა. ეს განცხადებები საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა თანაგუნდელის პოზიციის კომენტირებისას გააკეთეს, რომელიც მიიჩნევს, რომ გადახალისება უნდა მოხდეს პარტიაში გამომდინარე იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელ პირებს მათი ხელისუფლების პირობებში დაშვებულ შეცდომებზე ეკისრებათ. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ეს შიდა პარტიული საკითხია, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პარტიაში გადახალისება მართლაც მოხდეს. შეგახსენებ, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ვანო მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ. აკაკი ბობოხიძის მოსაზრება, ეს არის მისი პირადი აზრი, ეს საკითხი არც პარტიაში და არც ფრაქციაში არ განხილულა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საუბარია მომავალზე, ძალიან ბევრ სიახლეს გვიგმოთ, მათ შორის პრაიმერის პროცესი მიმდინარეობს და პარტიაში ისეაც ხდება განახლება. მაგრამ ამ სახით განახლებაზე და ეს ინიციატივა არის, როგორც ჩანს, კაკოს პოზიცია, აკაკი ბობოხიძის პოზიცია და ასეთი განხილვები პარტიაში და ფრაქციაში არ ყოფილა. მე ზუსტად არ ვიცი ამ გასახადებას, საერთოდ ეს იქნება მისი პირადი აზრი და ვფიქრობ, თვითონ უნდა გააკეთოს განმარტება თუ რას ფიქრობდა. საერთოდ პარტია, ასე ვთქვათ, არიან პიროვნები, რომელსაც აქვს თავისი აზრი არაფერ პრობლემურს მიაში ვერ ხედავ. სულ ცოტა 9 წლით დაიგვიანა ბატონო ბობოხიძემ, ჯობდა თავიდანვე თავში ხელი შემოერტყა, როცა სახელმწიფო გადატრიალებას ახორციელებდა მავაზაკებთან ერთად, სააკაშვილ, მერაბიშვილ და სხვებთან ერთად, ისე რომ ეთქობა ბობოხიძისთვის ახლა გადატრიალდა ურემი. ჩვენთვის ურემი კაიხანია გადატრიალებული და გზაც კაიხანია გამოჩენილია. მე არ ამგონია ნაციონალურ მოძრაობას ამან უშველოს. დარუკტარს ვერაფერი ვერ გააცოცხლებს. მე ვფიქრობ, რომ სრულიად ლოგიკურია ის, რაც ჩვენ გვესმის, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თვითონ ფიქრობენ პარტიის გადახალისებაზე, მის ხელმძღვანელობის შეცვლაზე. ეს ბუნებრივი პროცესია. მე მინდა წარმატება უსურვო ყველა პარტიას და მინდა უსურვო, რომ მათ მოენახოთ ოპტიმალური გამოსავალი ყველა იმ სიტუაციიდან, რომელშიც ისინი იმყოფებიან.